ტბელ აბუსერიძის ნომერი 39 კაფე lunch time. თვითონ სახელი მეტყველებს იმაზე, რომ აქ სადილად უნდა მოხვიდე. ზუსტად ამ დროს ვარ, სადილის დროს და ნახეთ ვერანდაზე რამდენი ადამიანია, ახალგაზრდები, ზოგი ოფისიდან არის გამოსული, ზოგი სკოლის მოსწავლეა. ხალხმრავლობა ზოგადად ეს ქუჩა არის ძალიან დატვირთული, იმიტომ რომ ჭავჭავაძიდან გადადის ტბელ აბუსერიძეში, შემდეგ აეროპორტის გზატკეცილზე გადადის და აქ ყოველთვის ხალხმრავლობა. ხორცის დამუშავების პროცესში მოსვლა ძალიან მიყვარს ხოლმე. ახალი ხორცია, კი ბატონო. სწორია, სადაც მის უმეტეს ჭურჭელი ირეცხება და სადაც აიქედან ისინი არ უნდა იყოს ხორცი და საერთოდ სხვა ადგილას თუ დამუშავდება ადგილის სივიწროვეს გამო მესმის მე რთულია, მაგრამ აი სადაც რეცხვა მიმდინარეობს ჭურჭლის. ჩემი ბოსტნეული საკჭურჭელი არ ირეცხვა. ჭურჭელი იქნება. ბოსტნეული მით უმეტეს. თქვენ ხო იცით რომ ბოსტნეული ის არის, არ არის 1000 ქიმიკატებით მუშავდება და რაც არ უნდა ფრთხილად და ნაზად ვიხმაროთ, მაინც შხეფები მაინც მაგიდაზე ხდება მათი დაყრა. გაპრიალებულია გამწოვი, ვუყურებთ და მსიამოვნებს, კედლები მოწესრიგებულია, ჭერი მოწესრიგებულია, უჟანგავი ლითონებით არის ყველაფერი. მოპირკეთებული, ნამცხვარი გადაფუთულია, ყველაფერი გადაფუთულია აბსოლუტურად, აი ამასაც მე პირდადად უფრო კარგად გადავფუთავდი, შევფუთავდი, იმიტომ რომ აუცილებელია. მოდით ვადები ვნახოთ. ასული აქ ვადა? დღეს არ იცხვია თქვენი თვალი. 7. რომელამდე აქ ვადა? აქ გამაგიჟო ახლა. 2 ნოემბერი. მოდით ახლა კამერასაც ვაჩვენებ, რომ კამერამაც ნახოს, ნახეთ. 4 ოქტომბერს არის დამზადებული და გამოყენება 2 ნოემბრამდე. ანუ უფრო ყურადღებით უნდა იყოთ, ხო? იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ახალი გაჭრილია უყურებ, ესე იგი ახალი მოტანილია, მაგრამ ამ ბოლო დროს სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება ასეთი ანალოგიური ფაქტები, როდესაც უკვე აი დღეს შემოტანილი პროდუქტია მეუბნებიან და 2 ვადიანია და რამოდენიმე უბადოა, ვადაგასულია. ანუ კონტროლი არის ყველგან საჭირო და ზუსტად ამიტომა კანონმდებლობაში იცით როგორ წერია, სანამდე ობიექტზე შემოიტანთ და დახზე დადეთ, ან მაცივარში მოათავსებთ, მანამდე პასუხისმგებელი არის რეალიზატორი, უკვე როდესაც სამზარეულოში შემოვა, პასუხისმგებელი ხართ თქვენ. დანარჩენი ყველაფერი ვადიანია. აი მითხარით ახლა აი ალუმინის ჭურჭელში, აი ეს გამზადებული პროდუქტები ქვაბებში არ უნდა იყოს. წმიანები. ჩვენი გადმოვიტანო უნდა ხო? აი ოჯახში რო ვაკეთებთ. უჟანგავი კი, მაგრამ აი ეგრე ალუმინია. ამაზე არა მაქვს საუბარი, ესეც უჟანგავი, ეს კარგია, ეს კარგია. აი რაზე მაქვს საუბარი, ნახეთ. აი იმ ქვაბებზე მაქვს საუბარი. ალუმინის ქვაბებზე მაქვს საუბარი და არა უჟანგავ ქვაბებზე. მორწოს ის რომ აი ერთჯერადი ხელსახოცები არის გამოყენებული და ეს არის ძალიან მისასალმებელი, იმიტომ რომ აქ მომხმარებელზე და მისჯამთელობაზე ეკონომიას არ აკეთებენ და სწორად ხმარობენ. დავათვალიეროთ დარბაზი სასიამოვნოა. არის როგორც ხისკამები და მაგიდები, ასევე რბილი დივანი, აგერ შეხედეთ რბილი დივანიც არის. ძალიან სასიამოვნო სუფთა იატაკია, რაც მე მომწონს, ეს არის სისუფთავე. დახურული საპილპილე და სამარილია, არის ხელსახოცი, კედლები არის საკმაოდ სუფთა. მოდით ვნახოთ ასორტიმენტი lunch time-ის, ღირს თუ არა ლანჩზე აქ შემოსვლა. ერთი დახლი მთლიანად ეთმობა საცხობის პროდუქციას და აქ არის ყველანაირი ხაჭაპური, ღვეზელი, პიცა და აგერ პეროგი. ფასები არის, აი როგორ გითხრათ, საკმაოდ ნორმალური ფასებია, მაგალითად აი ლობიანი ლორი დღის 4.5. ხოთ-დოგი 2.5. და ნახეთ რამხელა ლობიანია და სულ რაღაც 3.5 ლარი ღირს. 1 კილოგრამი ღირს თუ 1 ცალი ქათამი ღირს. კილოგრამი ღირს 15 ლარი, 100 გრამი ღირს 4.5. ნორვეგიული ორაგულია, შემწვარი, ჩემი აზრით ძალიან შემწვარია. ასევე თევზი, ხორცი, ბოსტნეული. იცით რა, ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება, გემოზე არ ვიცი, აგერ არის ოჯახური, კარტოფილი და შემწვარი, ხორცი
კეცებზე და აი ეს ერთი ულუფა ღირს 10 ლარი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენ ვართ კაფეში lunch time-ი, რომელიც გათვალისწინებულია როგორც სწრაფი კვება, სადაც ადამიანი შემოდის, ლანგარზე თავად დებს კერძს და შემდეგ სალაროში იხდის თანხას. მესმის რომ ეს ჩემს გამო გაკეთდა, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით ამ წუთში, ვინც აქ მუშაობ, აი ეს რომ აქ დევს და იქ რო ჭრით მწვანილს, მე აქედან აღებული ამაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავდოთ, იმიტომ რომ მაგიდა არცერთ შემთხვევაში სუფთა არ იქნება. სამრეცხაო, გადასარევი, არაჩვეულებრივი სარეცხი მანქანა, რომელიც იდეალურად რეცხავს და ზუსტად აი მაღალ ტემპერატურას, რომელშიც უნდა ირეცხებოდეს ჭურჭელი, ეს გათვალისწინებულია და სწორად ირეცხება და მომწონს. აქ არის სამრეცხაო, სადაც აი პირველადი რეცხვა ხდება და მერე გადადის უკვე სარეცხ მანქანაში და მერე ხდება იქ უკვე ჭურჭლის უშუალოდ მომხმარებლის ჭურჭლის გადატანა და ესეც მომწონს. აი ნახეთ ყველაფერი როგორ არის მოთავსებული ტემპერატურულ რეჟიმის დაცვით, ძალიან მომწონს. აი ყველაფერი არის აბსოლუტურად გადაფუთული, შენახული, აი ეს არის საცხობის უბანი, ასე რომ ვთქვათ და აქაც მოწესრიგებულია ყველაფერი, აი სილიკონზე ხდება უშუალოდ დამუშავება პროდუქტის, არ არის ჯინსის შარვლები გამოყენებული, რას ვეღირსე, აი ნახეთ სილიკონებია, აი შეხედეთ და ამითაც შეიძლება მუშაობა და მარტო ძველი ჯინსის ტოტები არ არის, არიცავს მის სინის გამოღების, ცხელი სინის გამოღებისთვის და ესეც მისაღებია და ეს ირეცხება და ბევრად ჰიგიენურად მისაღები არის. პირველი რიცხვი აწერია, 7 რიცხვი, 6 რიცხვი და პირველი რიცხვი. აი ეს რატო აწერია, ვადაგასულია, 5 რიცხვი, ეს რა არის? ესეც არ იქნება 5 რიცხვში, მაგრამ ამას მე კი არ უნდა გეხმარებოდეს, თქვენი თანამშრომლები უნდა იყვნენ ორიენტირებულები, იმაზე რომ სწორი ვადები დააწეროთ, იმიტომ რომ არაფერ არ შეიძლება. სილიკონის ფუნჯი, ივესალმები, გამჭირვალე, აი ეს არ მომწონს. იმიტომ რომ მუქი ფერი რაც არის, ან საკვებ პროდუქტებთან დაშვებული უნდა იყოს, ქვევით შესაბამისი მარკირება უნდა გქონდეს. კიდევ ერთხელ გადავხედოთ, სალათებია. აი აქაც არის პური, მჭადი, ღვეზელი. ნახეთ, ზეთი, ზეითუნის ზეთი, საწებელი, соуსები. ასევე შეგიძლიათ ცალკე აიღოთ. მე ძალიან მომწონს, რომ ყველაფერი გადაფარებულია. ლამას ჯამებშია წვნიანი, ესეც კარგია, წიწიბურა და აი რა გითხრათ, ეხლა ეს კერძები მე მომწონს. ეტყობა რომ ახალია, ეხლა გამოსულია, ნახეთ თარიღები არის, კი ბატონო, რომელ საათზეა დამზადებული. აქვეა დანა ჩანგალი, არის ყავა. მოკლედ რა გითხრათ, იდეალური სადილია შესვენების დროს, აი თუ გამოხვედი სამსახურიდან და გინდა წახემსება, ალბათ lunch time-ი ეს არის იდეალური ადგილი. მაგრამ მე გაჩვენეთ ის, რაც ხედავს ყველა მომხმარებელი, ანუ შემოდის და ამას ხედავს. ხედავს სისუფთავეს, ხედავს ლამას პროდუქციას, მაგრამ თავარი მაინც ის არის, თუ როგორ პირობებში ამზადებენ ამ პროდუქციას სამზარეულოში. ჩვენ ვართ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 39 ნომერში, კაფე lunch time-ი. ეს არის კამერა მაცივარი. კამერა მაცივარში კონდენსატი არ არის, მაგრამ ეს არის პლუს მაცივარი, იმიტომ რომ აქ ძირითადად არის ბოსტონეული. კი ბატონო, აქ არის ძის პროდუქტები. შეგიძლიათ მითხრათ, აი ეს რა არის? ეს არის соуსი. соуსები, რომელსაც ვადა არ აქვს, სამწუხაროდ. ვადაგასულია? ვადაგასული არ არის, არ აბა, არის დაწერილი. 13.08. და არ აქვს შეცვლილი, ეს ყოველ საღამოს სათება პატარა-პატარა. კი ხედავთ რომ ულუფები. კი ბატონო, მე ზუსტად ვიცი რომ ახალია, იმიტომ რომ გაყვეთლებული არ არის და ზევიდან არ აქვს, აი თავისებული ყვითელი ის მოდებული. აქაც როცა გამორთავთ ეს კულერები უნდა გაიწმინდეს, ნახეთ? აი შეხედეთ რამდენი ქსელია. იმიტომ რომ აქედან პროდუქტი გაგვაქვს, შეგვაქვს და მაინც რისკი დაბინძურების არის მაღალი, ხო? კი, დანარჩენი ყველაფერი თაროზე ჩაწიწიკებულია ყველაფერი და მაცივარიც არის წესრიგში, კონდენსატი არ არის. აქ არის მზაკერძები? ეს საყინულია? არ არის, საყინული არის, ეს მომზადებ ცივი. ცივის ანუ ნახევარ ფაბრიკატებია და ცივები, კი ბატონო.
სალათ. რამდენი აქვს შენახვის ვადა? დილას ვამზადებ სალატებს. საღამოს დამზადებული არაფერი არ. ნახეთ, აი ისეთი სასიამოვნო ქალბატონი ხართ და იმდენად აი გულწრფელად მესაუბრებით, რომ ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერს სიმართლეს მეუბნებით. არ მზადება. ამიტომ აი კიდევ ერთი შეცდომა. ნახეთ რიცხვი რა აწერია. აი კონტეინერებს არას უხარ. აი ახლა მითხარით, აი უბრალოდ ვარ ინტრიგანი და გეინტრიგდებით. რატო უნდა დაგიჯეროთ? ანუ პრობლემა ხედავთ რაშია? ანუ მე კი გიჯერებთ, იმიტომ რომ მე ვუყურებ, რომ ახალია და ზუსტად ვიცი და პატივს ვცემ თქვენ კომენტარს, იმიტომ რომ ვუყურებ, რომ ნამდვილად გულწრფელი ხართ და არაჩვეულებრივი ობიექტია, მაგრამ აი ხვდებით რაშია პრობლემა? ამიტომ უფრო გაამკაცრეთ ვადები და კულერების კონტროლი. მე დავასრულე, ძალიან კარგი ობიექტია, მოწესრიგებული, კარგი და პატივს ვცემ ყველა თქვენ თანამშრომლებს. ობიექტი ნამდვილად მომეწონა.